მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან ჩვენს ქვეყანაში ძალიან გააქტიურდა სასულიერო ოჯახებში მოქმედი საგანმანათლებლო კერები, საიდანაც ჯერ ხალხოსნური მოძრაობა მოიზარდა, ხოლო შემდეგ მათივე წარაში მეცნიერთა და ხელოვნების სფეროს არაერთი ცნობილი პიროვნება გამოჩნდა. ამდენად შუა საუკუნეების დიდი ტრადიციების მქონე თავადაზნაურთა ბაგრატიონების, ერისთავების, ორბელიანების, ბარათაშვილების თუ ჭავჭავაძეთა საგანმანათლებლო საოჯახო კერებს ამჯერად გოგებაშვილების, ლომოურების, კარიჭაშვილების, მესხების, რაზიკაშვილების გვარები შეემატა. მათ შორის იყო დიღომში მცხოვრები მღვდელი ანტონ ცაგარელის ოჯახიც, რომელთაგან უფროსი ალექსანდრე ცნობილი ენათმეცნიერი გახდა. მომდევნო შვილი ავქსენტი დრამატურგი, ხოლო ივანე სახეობა აირჩია. ავქსენტი ცაგარელი 1853 წელს დაიბადა. მან როგორც დრამატურგმა ქართული დრამატურგული სკოლის ტრადიცია გააგრძელა. ახლებურად გააცოცხლა გიორგი ერისთავის პერსონაჟები. სცენაზე შემოიყვანა გაღარებებული თავადაზნაურობა და ვაჭართა ფენის წარმომადგენლები. მისი შემოქმედება გლეხთა გათავისუფლების ეგრეთ წოდებულ დიდ რეფორმების პერიოდს დაემთხვა. მძაფრი უკმაყოფილების განცდა, რომელიც რეფორმების სასიკეთო შედეგებთან ერთად თან დაჰყვა მის განხორციელებას, თანაბრად შეეხო ყველა სოციალურ ფენას, რაც გინახავთ ვეღარ ნახავ. ავქსენტი ცაგარელის პირველი პიესაა, რომელიც მწერალმა 21 წლის ასაკში 1878 წელს დაწერა. აქ მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის თბილისში. ახალგაზრდა წყვილს, საქოას და ტასიას გაღარებებული თავადი დავით ჯამბარაშვილი ერთმანეთს დააშორებს. საპატარძლოს ძალით წაიყვანს სახლში. პიესა სოციალური პროტესტია. თავდაზნაურების მიმართ ამ პიესაში ავტორმა ახალი პერსონაჟები შემოიყვანა, ყარაჩოხელები. ქალაქელი ამქრის წევრები ერთმანეთისთვის იბრძვიან და საერთოდ ძალით აღწევენ მიზანს. მათ კარგად იციან ზაკონები და ისიც, რომ გლეხი ბატონისყმა აღარ არის, ხოლო თავდაზნაურები იმდენად შეჩეულნი არიან თავიანთ უფლებას, რომ არ უნდათ რეალობას თვალი გაუსწორონ, თუმცა სწორედ ყარაჩოხელები აიძულებენ მას ამის გაკეთებას. ავქსენტი ცაგარელის პიესებში ზუსტად მოინიშნა ქართული საზოგადოების ცხოვრების ერთი მხარე, როგორც სოციალური ურთიერთობის ახალი საიდუმლო, რომელშიც სახელი და წოდება ფულსა და სიმდრეზე დაქორწინდა. თავდაზნაურობა იმ დროს უმეტესად თავიანთ მამულებში, სოფლებში ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი ვიწრო წრეში უჭირდათ მეუღლის შერჩევა. ვაჭართა ქალები კი სილამაზითა და განათლებით აღარ ჩამოვარდებოდნენ მაღალი წრის ქალებს. საჭირო იყო მხოლოდ ამ ორი ფენის წარმომადგენლების ერთმანეთთან წარდგენა და გაცნობა. ეს ფუნქცია მაჭაკლებმა იტვირთეს. მათი შრომა გასამრჯელოს მოითხოვდა, თუმცა მორალი და პატიოსნება ძალზე შორს იყო მათი საქმიანობისგან. მაჭანკლის ამ ცრუ მედიატორის სახე გიორგი ერისთავის სკოლაში თითქმის ყველა მწერალთან გვხვდება. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავია ბარბარე ჯორჯაძესთან. მან პირველად შემოიტანა ლიტერატურაში სასიძოებისთვის საპატარძლოს მაგივრად სხვა ქალის ჩვენების პრაქტიკა, რომელიც უშუალოდ ცხოვრებისგან იყო აღებული. ავქსენტი ცაგარელმა ეს ხერხი როგორც დრამატურგიული ეპიზოდი ხანუმაშიც გამოიყენა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაჭანკალი ხანუმა სასიძო ფანტიაშვილს სხვა ქალს აჩვენებს, იმ მიზნით, რომ მან ქალის შერთვაზე უარი განაცხადოს. ამდენად გასაკვირი არ არის, რომ ხანუმა ხალხმა შეიყვარა. ამის მიზეზი ისაა, რომ ხანუმა სიყვარულის მხარეზე დგას და ეს მას ამართლებს მაყურებლის თვალში. ავქსენტი ცაგარელის დრამატურმა ნაწარმოებებმა იმთავითვე დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟებმა და დიდმა ცხოვრებისეულმა სიმართლემ. ავტორი დიალოგებისას ნამდვილი დიდოსტატია. პერსონაჟებს სხვებისაგან სწორედ დიალოგი გამოარჩევს. ამას გერმან კიქიქოძე აღნიშნავს. ის ბუნებრივი დიალოგი, რომელიც აღსავსეა ძალდაუტანებელი გონებამახვილობით, სწორედ ეს დიალოგი ანიჭებს მათ ინდივიდუალურ ნიშან თვისებებს. მისი ენა სავსეა ქალაქური ბარბარიზმებით, რუსიციზმებით და ქართულ-იმერული დიალექტიზმებით. ავტორს არ ერიდება ჟარგონს. პირიქით, სააშკაროზე გამოაქვს ის თითქოს სწორედ იმიტომ, რომ მაყურებელმა სარკეში ჩაიხედოს და საკუთარი თავი დაინახოს და ახალმა თაობამ საყვედურით უთხრას: ენა მდიდარი, თქვენს ხელში მკვდარი, ჩვენ მივიღია გასაცოცხლებლად.
ავქსენტი ცაგარელი რამდენიმე ცნობილი პიესის ავტორია. მათგან რამდენიმე ძალზე სიოცხლის უნარიანიც აღმოჩნდა. მისი პიესა, რაც გინახავს ვეღარ ნახავ, საფუძვლად დაედო მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმს, ხოლო კომედია ხანუმა ალექსანდრე წუწუნავას ფილმს. ასევე ვიქტორ დოლოძის ოპერის ქეთო და კოტეს ლიბრეტოსა და ფილმს ქეთო და კოტე. ამის რეჟისორია ვახტანგ ტაბლიაშვილი. 1968 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა სპექტაკლი ხანუმა, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ძალზე ცნობილი მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, სოფიო ჭიაურელი და სხვანი. გარდა პიესებისა, ავქსენტის ცაგარელის ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და ვრცელი მოგონება ქართული თეატრალური დასის მოგზაურობის შესახებ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თეატრალური რეცენზიებისა და ძველი აფიშების მიღმა მოყორულთა დასის ყოველდღიური ცხოვრება დავინახოთ. მათთან ერთად ვიმოგზაუროთ მე-19 საუკუნის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც დასმა თავისი სპექტაკლი ჩაიტანა. ეს მოგონებები თეატრალური ცხოვრების მატიანია. ერთგვარი გაგრძელება იმ ისტორიისა, რომელიც უნდა დაწერილიყო ჯერ დედაენის მიერ გაკვალ გზაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდეგ მის ნაკვალებზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გავლენების გავრცელებაზე და ბოლოს თეატრალური დასის მოგზაურობაზე საქართველოს დაბა ქალაქებში. სამივე მოვლენამ თანაბარი კვალი დატოვა საქართველოს გაერთიანებისა და იმ შედეგისათვის, რომელიც შემდეგში ყველა კუთხის სულიერ შეკავშირებას და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბება შეუწყო ხელი. ავქსენტი ცაგარელის მოგონება სწორედ ამ საზოგადოებრივი მოძრაობის უკანასკნელ აკორდულ მოვლენაზე მოგვითხრობს. ამავე მოგონებებში ავქსენტი ცაგარელი გვთავაზობს მცირე რეცენზიას შესანიშნავი თეატრალური მოღვაწის ნიკოლოზ ალექსი მესხიშვილის მიერ პეპოს როლის შესრულებაზე გაბრიელ სუნდუკიანის პიესაში პეპო, რომელიც ერთგვარად გამაფრთხილებელი ნიშნად მოჩანს ქართული თეატრის განვითარების გზაზე. საზოგადოდ მიღებული აქვს, რომ პეპოს წარმომადგენლებმა ამ როლის მიათვისო შექსპირის ანუ სხვა ტრაგედიების გმირების ხასიათი, განწერული სულისკვეთება, სიტყვების მრისხანება, ჭექა-ხუხილი, უღრმესი საოცარ-კვეთილება, გულის წუხილი, უიმედო სულის ბრძოლა და ამისთანები. მაგრამ პეპო ხომ ევროპელი გმირი არ არის. იგი ჩვენი ორთაჭალის მეთევზეა, უბრალო მომაკვდავი, შრომის შვილი, ჰალალი ლუკვის ჭამელი, ძლიერებისაგან დაჩაგრული, ფულით გაბატონებული უსამართლობის მსხვერპლი და ლაპარაკის, სევდის და ნაღველის გამოთქმის კილოც ასეთი აქვს. არა ამაყური, არამედ წყნარი, ბედისაგან დაჩაგრული შეგნება თავის უზურებისა ძლიერებთან ბრძოლაში. პეპოს მთელ ტანში მოდებული აქვს სიმწარე, უსამართლობის გამო. მას ბოღმა აღსჯობს. გულის სისხლით ევსება, მაგრამ ამ გამოუთქმელ ტანჯვას ის ვერ დაიყვირებს გრგვინავი ხმითა. გრგვინავი მეხით ვერ შეძახებს ქვეყანას. ეს ასეა. აი სწორედ ამისთანა გამოხატულება იყო ბატონ მესხიშვილის პეპოს როლისა. ის მონოლოგში, სადაც საზოგადოდ პეპოს მოთამაშენი თვალის ბრიალით ერთ უშუალებებს ყვირის ასტეხენ ხოლმე, ბატონმა ნიკომ დინჯად დაბალი ხმით საოცარ-კვეთილებით თავის თავს დაუწყო ლაპარაკი. წადი პეპო, მიწა ალოკე, ხალხს ფეხები დაუკოცნე, იმათ ფეხის მტერი ალოკე და შემდეგ უფრო გაგსვებული იმედებით და თავის სიბრალულით ვინახარ შენ, რა ხარ, რა კაცების ბარაქაში ერევი, შენ ხომ კაცი არ ხარ და სხვა. ესა და სხვა მონოლოგები ისე გულის აღმზრდელი სევდიანი ხმით და კილოთი იყო წარმოთქმული, რომ დამსწრე საზოგადოებამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და დარბაზში ჩუმი ქვითინი მოისმა. სამწუხაროა, რომ ამგვარი ზუსტი ნიუანსური ხედვისა და გემოვნების მსახიობი ავქსენტი ცაგარელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩამოშორდა სცენას. ის თავმდაბლად და ღირსებით ამართლებს თავის ამ გადაწყვეტილებას. მე ჩანჩალით მოვყევი თეატრს 1884 წლამდის და დავატყვე, რომ არაფერი შვილი არტისტი ვარ და ჩამოვცილდი. თუმცა სული და გულით მათთან ვიყავი და ვარ. ამის შემდეგ ავქსენტი ცაგარელმა სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ვერსად მოიკიდა ფეხი და ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ გალობლიშვილის თქმით სმას გადაყვა და ჯანგატეხილმა სიოცხლე მოისწრაფა. მე რომ ვლოთობ შენ რას გიშლი ძმობილო, ლოთბიჩია აბა რანა ხეცუდი
მეც კაცი ვარ, რატომ ეგრე მიყურებ, მეც მახურავს თავზე და ნამუსის ქუდი. აი ამ ცნობილი ყარაჩოყელი ლოთის სიმღერის ავტორი 1902 წელს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ხანუმა ინატრა. ამ სახელით ის ხანუმას როლის უბადლო შემსრულებელს თავის მეუღლეს ნატო გაბონიას უხმობდა, რომელიც იმ დროს პროვინციაში იყო წასული. ო ხანუმაო, სადა ხარო? 11 აგვისტოს დღის 3 საათზე ნიჭიერმა მსახიობმა და დიდმა დრამატურგმა ავქსენტი ცაგარელმა მეგობრის კლავებში დალიასო.